ჩვენ ახლა მოწმენი ვართ იმისა, რომ ბრიუსელი, ევროკავშირის ინსტიტუტები ამერიკული deep state-ის გავლენის ქვეშ არიან. ევროპის ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის, არალეგალურმა მიგრაციამ უკონტროლო ფორმა მიიღო. ხოლო მთელი კონტინენტი მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს განიცდის გახანგრძლივებული ომის შედეგად, რომლის დროსაც ისინი ამერიკულ იარაღს ყიდულობენ ამერიკასთან მორჩილების გამო. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის დადებული ბოლოდროინდელი შეთანხმება იმის დადასტურებაა, რომ ამერიკა ევროპას არა როგორც პარტნიორს, არამედ როგორც ვასალს ისე ეპყრობა. ამავდროულად ვაშინგტონი ბრიუსელს ერთგვარ ინსტრუმენტად იყენებს საქართველოს წინააღმდეგ. რადგან ახლა ევროკავშირი ჩვენ უვიზო რეჟიმის გაუქმებით გვემუქრება. მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო მის სუვერენულ გზას მიჰყვება და ქვეყანაში მშვიდობას ინარჩუნებს. როგორ ფიქრობთ, აზიანებს თუ არა დასავლეთის საკუთარ რეპუტაციასა და სანდოობის ხარისხს ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა? აქვე მინდა დავძინო, რომ ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად ევროკავშირის მიმართ სანდოობის დონე საქართველოში სულ უფრო და უფრო მეტ დაღმასვლას განიცდის. როგორია თქვენი შეფასება ამასთან დაკავშირებით? მე ადრე ბევრს წერდი დასავლური ცივილიზაციის შესახებ. დღეს, როდესაც ადამიანებს ევროპაში ჰკითხავ, მიიჩნევენ თუ არა ისინი თავს ამ ცივილიზაციის ნაწილად გიპასუხებენ, თუ რომელ ცივილიზაციას გულისხმობ? იმას, რომელიც 1800-იან წლებში არსებობდა? ამას იმიტომ ვამბობ, რომ ხალხისთვის ასეთი დასავლეთი აღარ არსებობს, რაც ჩემი აზრით პრობლემაა. ახლა დასავლეთის მთელი იდეა ფიქსი ემყარება ამერიკის პროგრესულ პოლიტიკას. ასე რომ გასაკვირველია, დასავლეთის იმიჯი ელახება საქართველოს მსგავს ქვეყნებში, იმიტომ რომ დასავლეთი საკუთარ თავს წარმოაჩენს ქვეყნად, სადაც მცირე წლოვნებში სქესის შეცვლის ოპერაციები თავისუფლად ტარდება. თქვენ კი ეს სასტიკად არ მოგწონთ. ასე რომ თქვენ კითხვაზე პასუხია დიახ. დასავლეთს მრავალი უაზრო აკვიატება აქვს, რომლებიც სურს სხვა ქვეყნებზეც გაავრცელოს. თუმცა ისეთ ტრადიციულ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, ჩვენ არ უნდა ვაიძულებდეთ ხალხს მიიღონ ის იდეები, რომლებიც მათთვის ფუნდამენტურად მიუღებელია. რადგან თუ დასავლეთი ამას მაინც ეცდება, რა თქმა უნდა ეს ხალხი დასავლეთის წინააღმდეგ წავა. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.